მე თამარ თაკაძე ვარ. გადაცემა ცოცხალი მიწა მწვანე არჩევანის წამყვანი. გიწვევთ ამ საინტერესო და მოულოდნელობებით სასწრაფო თავგადასავლში. შემოგვიერთდით. ერთად ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება. ახლახან საქართველოს მთავრობამ დიდი ზარზეინით გვამცნო ახალი აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შესახებ. პროგრამის სრული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად ჩვენ საზრს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე აქცენტზე, რომელიც პროგრამის მესვეურებმა გააკეთეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სოლღუნლაშვილმა ბრძანა. ციტატა: საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი მასობრივი პროდუქციის წარმოებაში. თუმცა ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი იყოს კონკურენტუნარიანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, რისი დეფიციტიც დღეს არსებობს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მინისტრთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტი მოიარეს, ყველა სეგმენტი შეისწავლეს და სწორედ ამის საფუძველზე, ამ გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავეს ახალი პროგრამა. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ მის გამოსვლაზე გავამახვილო. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სისტემური მიდგომა შედეგზე იქნება ორიენტირებული და ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას აწარმოონ მაღალხარისხიანი ქართული პროდუქტი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ ორი გამოსვლიდან აშკარად ჩანს, რომ ქართულ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტია და სწორედ ამ დეფიციტის ამოსავსებად იქმნება ახალი აგროთანადაფინანსების პროგრამა. მაგრამ აქ არ შემიძლია კიდევ ერთი ციტატა არ მოვიყვანო, რომელიც ბექა გონაშვილს ეკუთვნის, ერთ-ერთ მსხვილ ფერმერს. არაკომპეტენტურობას წერტილი უნდა დაესვას მინდორშიც და კაბინეტებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა არაკომპეტენტური ადამიანები სხვებს ასწავლიან და ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნიან. აქ შევჩერდები. დასკვნები თქვენთვის მომენტია და რა ვქნათ ჩვენ, დედებმა, როგორ გამოვყვებოთ ოჯახები, შვილები, როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი ამ მომატებული ავადობების და ავადმყოფობების ფონზე, როგორ მივაწოდოთ შვილებს ჯანსაღი პროდუქტი, რომ ისევ რამდენიმე წლის შემდეგ ახალი პროგრამა არ შემოგთავაზონ ახალი სურპრიზებით. მაშინ, როცა ვსაუბრობთ ხარისხიან პროდუქტზე, აუცილებელია დავაზუსტოთ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ხარისხი მხოლოდ გემოთი ან გარეგნობით არ იზომება. ის ეფუძნება მკაფიო წესებს, როგორ იწარმოება პროდუქტი, რა სასუქები გამოიყენება, როგორ ხდება მიწის და გარემოს დაცვა. სწორედ ამ წესებს აერთიანებს ბიოსერტიფიცირების სისტემა. მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა მოდელი. ზოგ ქვეყანაში ეს მკაცრად რეგულირებული სახელმწიფო სისტემაა, მაგალითად USDA Organic ამერიკის შეერთებულ შტატებში ან Agricultural Standards იაპონიაში. ევროპაში მოქმედებს კერძო ნიშანდებების სისტემა, მაგალითად გერმანიაში ნატურლანდი ან ბელგიაში ბიოგარანტი, რომლებიც ევროკავშირის ორგანულ სტანდარტების შემდეგ ახალი დამატებით მოთხოვნებს აწესებენ. სოციალური პასუხისმგებლობიდან დაწყებული, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით დამთავრებული. არსებობს კიდევ ერთი მოდელი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია განვითარებად ქვეყნებში, ეგრეთ წოდებული მონაწილეობითი სერტიფიცირება. მაგალითად ინდოეთში მოქმედებს PGS India სისტემა, სადაც ფერმერები, მომხმარებლები და სპეციალისტები ერთად აკონტროლებენ პროცესს. ეს მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ერთი რამ საერთო აქვთ. ისინი ქმნიან ნდობას, რადგან ბიო ეს არ არის უბრალოდ წარწერა შეფუთვაზე. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე, მიკვლევადი და შემოწმებადი. არც საქართველო ჩამორჩა ამ გამოწვევებს. ორგანულ მეურნეობათა ასოციაციაში უკვე რამდენიმე წელია იყენებენ ელკანას ნიშანდებას. ეს არის ადგილობრივ რეალობაზე მორგებული ნდობის სისტემა. რა ეტაპზე ვართ ახლა? რამდენად სანდოა ეს ნდობა? სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ელკანას წარმომადგენელს. ჩვენ ისევ ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია ელკანაში ვართ. ჩვენ ახალ სტუმარს წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ სტუმარს, რომელიც თვითონ გაგეცნობათ. მოგესალმებით. ახლა ვარ დავით დოლიძე, ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია ელკანას თანამშრომელი, ამჯერად მუშაობ ეკონომიკური განყოფილებაში, მარკეტინგის განყოფილებაში. ვარ სპეციალობით ბიოლოგი და პლუს ამას მაქვს მიღებული სპეციალობა, ეს არის თემთან ურთიერთობის სპეციალისტი. ამჯერად მუშაობ ელკანაში, ჩამოსული ვარ დაგეგმილ სამუშაო ხორცელებს ასეთ ჩვენს საკონსერვაციო მეურნეობაში, ვაკეთებ მეურნეობის სხვადასხვა ჯიშების ეს ვინა დათესვა და მისვლა ჩამოსული. ძალიან სასიამოვნო. ბატონ დავით, ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემების შესახებ ყველამ ვიცით. ამიტომ ჯანმრთელობა, კარგი ჯანმრთელობა ჯანსაღი პროდუქტი. კი ბატონო. ამიტომ როგორ უნდა გაარჩიოს, რამდენად ჯანსაღია პროდუქტი? მაგალითად, ვარ ბაზარში ან ვარ მარკეტში. როგორ უნდა გავარჩიო მე, როგორც რიგითმა მყიდველმა პროდუქტი? ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი, ამ 35 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ელკანამ ამ თემაზე იმუშავა და შექმნა, რა თქმა უნდა, თავიდან ხელი შეეწყო კავკასეთის შექმნას, რომელიც არის მასერტიფიცირებული ორგანო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მაგრამ ძირითადად სიამოვნებაა ჩვენი ფერმერებისთვის. ამის გარდა ელკანამ შეიმუშავა ადგილობრივი წევრი ფერმერებისთვის ესე იგი ნიშანდება, ეს არის აგროეკოლოგიური ნიშანი, რომელიც ნიშნავს, რომ შიდა ბაზარზე ჩვენი წევრი ფერმერების პროდუქტი, რომელიც წარდგენილი იქნება სარეალიზაციოდ, დაცული არის ყველა იმ სტანდარტებით, რაც შეესაბამება ორგანული სოფლის მეურნეობის მოყვანის საკითხებს. ესე იგი, ეს არის თქვენი ფერმერებისთვის შექმნილი. ძირითადად არის ჩვენი წევრი ფერმერებისთვის შექმნილი. კარგი, ეს გასაგები. ნახეთ, ეს თქვენი ფერმერები თქვენი ნიშანდებით მხოლოდ საქართველოში გაყვნენ. საქართველოს მასშტაბით ხდება ეს ძირითადად. რატომ გახდა მაინც აუცილებელი რომ აუხსნათ ახლა ჩვენს მამრობას? რატომ გახდა აუცილებელი სერტიფიცირება? სერტიფიცირება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ბაზარზე როცა მიდის რაღაც პროდუქტი, ყველა შეუძლია თქვას, რომ ეს არის ორგანული, მაგრამ თუ შესაბამისობის ნიშანი არ გაქვს, ამ შემთხვევაში ესე იგი ატყუებ მოხმარებას ხო ფაქტობრივად. ამიტომ ჩვენმა წერვა ფერმერებმა, რომელსაც შიდა ბაზრობებზე უწყობთ ხელს რეალიზაცია თავიანთი პროდუქტების წარმოსაჩენა და სარეალიზაცია, თუმცა მარკეტინგი გაყოფილება რო გითხარით, ჩვენ თავიდან ამ ფერმერებს ვასწავლით სასაქონლო ფორმის მიღებას, როგორ სასაქონლო ფორმა უნდა მიიღოს პროდუქტმა. ამის შემდეგ ეს ბაზარზე რო წადგა, აუცილებლად საჭიროებიდან გამომდინარე გამოჩნდა ის, რომ მოხმარებელს დაუმტკიცოთ, რომ ნამდვილად ორგანულია. ამის გამო მოხდა ეს ნიშანდების დადება. ნიშანდების დადება ასე მარტივად არ არის. წევრი ფერმერი, რომელიც ჩვენი წევრი გახდა, წლის მანძილზე მუშაობს შესაბამის რჩეველთან, თუ მეურნეობის სპეციალისტია, მევენახეობის სპეციალისტია, მევენახეობის სპეციალისტთან, თუ მეხილობის სპეციალისტ, მემართლეობისა და მებოსტნეობაში. მაშინ თანმიმდევრულად მივყოთ. მაგალითად, მე ვარ ფერმერი და მინდა რომ ჩემს პროდუქტს კონდეს ნიშანი. გახდები, თქვა, ხართ წარმოიდგინეთ, ხართ თოლი მებოსტნეობაში კიდე, ხო? ვარ მებოსტნეობა. მებოსტნეობის სპეციალისტი ყავს ნუკრი მემარნიშვილი. გახდებით გაწევრიანდებით არის ოფიციალური გადასახადი წევრობის და ნუკრი მემარნიშვილი წლის მანძილზე 3-4 ჩასვლას აკეთებს თქვენ მეურნეობას დაგეგმას და შეგიძლიათ გეგმა, სამუშაო გეგმას. სამუშაო გეგმის მიხედვით თუ ამას ყველაფერს აკონტროლებთ, აკეთებთ, ნუკრი შეაფასებს ამას და როცა თქვენს მიერ წარმოიქმნება ის, რომ მე მინდა სერტიფიკატი 1 წლის 8 თვის მერე ჩადის მასერტიფიცირებული ესე იგი ეს ინსპექტორი, რომელიც არის ელკანას წევრი და თქვენს მეურნეობას შეაფასებს და შესაბამისად დაიწერება, რომ ეს მეურნე ზუსტად იმ პირობებით მუშაობს, რაც შეესაბამება ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოებას. ესე იგი, მონიტორინგი წარმოებს ციკლი მთლიანად დათესვიდან ნიადაგიდან ბოლომდე ესე იგი. სასაქონლო მიღებაც შეწუწობს ხელსაწყო. და თქვენ მარკეტინგული კუთხით კიდევ რა შეეხმარებით? მარკეტინგული ღია ბაზრობას უწყობთ. ხდება ამ წუთას წესდებით, ესე დამკვიდრდა 5-4 წელიწადია, გუდვილის ღია სივრცეში და სხვადასხვა იქ სადაც ხდება, ხო, გუდვილის ღია სივრცეში ხდება ამ წერი ფერმერების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა ფაქტობრივად. და ყველას ის ვინც იქ დგას, ორგანული სერტიფიკატი, ხო, ელკანას ნიშანდება აქვს. ელკანას, აი მაგალითად ის სერტიფიკატი ძვირია საერთაშორისო. საერთაშორისო სერტიფიკატი რა თქმა უნდა, რომელიც გინდა ევროპის იმაზე გააკვირდება ბაზარზე კვოტესა, კი, ძალიან ძვირი უჯდება თემა და ძირითადად ამის შესაძლებლობა ეძლევა ჯერჯერობით მეღვინეობას და მეფუტკრეებს. მაგალითად მე ვარ მყიდველი, რომელსაც არ მჯერა, რომ ეს პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. აი თქვენ მაგალითად როგორ დამარწმუნებთ ამაში, რომ მე მაინცა და მაინც ელკანას ნიშანდების შევიძინო პროდუქტი? იმ ფერმერებს, რომელსაც ესეთ შეკითხვები დაუწევთ, ისინი აკეთებენ შესაბამისობის სერტიფიკატს. ესე იგი, როგორ ვთქვათ, მეფუტკრეობაში. მიდის თავისი თაფლის ანალიზს აკეთებს და იქ ყველანაირი სტანდარტები რაც ადასული თავისი სკუდეს ამ მეფუტკრეობის სპეციალისტს, რომ
დაუმტკიცოს მომხმარებელს ეს არის ორგანული პროდუქტი და არ შეიცავს იმ ანტიბიოტიკებს და სხვადასხვა რაღაცა ნივთიერებს, რომელიც არის საფრთხე ორგანიზმისთვის. რაც შეეხება მებოსტნეობაში, აი ხო გითხარით წლის მანძილზე ხდება მასეთი ჩვენი ესე ქვია ინსპექტორების მიერ აგროეკოლოგიური ნიშანი ჩადის 2-3 ხდება მისი შემოწმება და თუ არ ხოვა იქ ეს უკვე ჩვენი წევრიც აღარ ხდება. ხდება იმის მოხსნა თუ რა ქვია ამოგდება სეიდა. დანარჩენი გარიცხვა ხო. ეხლა უყურეთ. თქვათ მე ვატარებ 10 კილო პამიდორს, ხო? შემიძლია მე თქვათ 10 კილო პამიდორზე პამიდორი ავიღოთ რაღაცა ხილი, რაოდენობა ეს ყველაფერი აღრიცხულია. რამდენ საწარმოებს და რამდენი ნიშანი მიეწემა სტიკერი მას. რომ არ მოხდეს მე სხვისი სამეზობლოს ან რაღაცის შერევაში და გაბევრება და ასე შემდეგ. ესე იგი ამას სრულად იღებს კონტროლს ვაკეთებთ ამაზე. და ესე იგი ასე გამოდის რომ საერთაშორისო სერტიფიკატიდან თქვენ სერტიფიკატს თუ ნიშანდებას მხოლოდ განასხვავებს ის რომ ამას არ შეუძლია საზღვარგარეთ გატანა. ამიტომ როდესაც ამ პიროვნებას უნდა მასეთი ის რა ქვია საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატის აღება, პირდაპირ გახსნილია გზა, ადვილად შედის და ისინიც უფრო ადვილად ანიჭებენ ნიშანს. ნუ რა თქმა უნდა თავისი წესების დაცვის მიხედვით. გასაგებია. შეიძლება თქვენი სერტიფიკატიც გქონდეს ადამიანს და გქონდეს საერთაშორისო სერტიფიკატი. რა თქმა უნდა. შიდა ბაზარზე ამას გამოიყენებ და საერთაშორისო ელკარას არ ამატო შიდა ბაზარზე ევროპის წარმომადგენლების გვისნობენ და შიდა პროფილს. ესე იგი აღიარება ხდება. ძალიან საინტერესო და კავკასიის ქვეყნებში გადის ჩვენი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში. ხონდა ესეც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გამოფენა გაყიდები და იციან ეს ყველაფერი. კი ბატონო. და კიდევ ერთი შეკითხვა მინდოდა დამესვა თქვენთვის. აი აზერბაიჯანში და საფრანგეთში. გადიოდა, როდესაც თუ უბრალოდ ამით შემოიფარა. არა, ქონდა გამოფენა და ისინი მოწვეული ყავდა და ესწრებოდნენ და კიდევ ჩაგვიტანია იქ რა ყოფილა შეხვედრები ჩვენ. გასაგებია. და იცით რა, თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, როგორ ხდება სხვა ქვეყნებში სერტიფიკატის მიღებისთვის სუბსიდირება ან ასეთ ხელშეწყობა რომ ადამიანმა სერტიფიკატი მიიღონ რომ თავისი პროდუქტი უფრო მაღალ ფასში გაყიდონ ან მე 99-90-იან წლებში ვიყავი საფრანგეთში რომელსაც ორგანული სოფლის მეურნეობაში მუშაობდა ფერმერები ადგილობრივი მმართველობა სუბსიდირებას უკეთებდა მეურნეობის განვითარებას და თითო ჰექტარზე აძლევდა $5,000 მევენახეობაში და მებოსტნეობაში და შესაბამისად ჰექტარზე კი $5,000 მაშინ ფრანგი იყო მაგათი და აძლევდა ამ თანხას რომ წარემართა თავისი მეურნეობა ორგანული მეურნეობის პრინციპების დაცვით. ამავე დროს შიგნით ქონდა მასებიცები ორგანო რომელიც აძლევდა თავის სერტიფიკატს და შიდა ბაზარზე ლიმიტირებულად შექონდა იქ სხვა რეგულაციები ხდება ფაქტობრივად ბაზარი ჯერ უნდა გაჯერდეს შიდა პროდუქტით და შემდეგ ხდება სხვა პროდუქტები სხვა სახელმწიფოების შემოდენა. შიდა პროდუქტზე როცა ადგილი რჩება, მე შემოდის სხვადასხვა სახელმწიფოებიდან შეავდეს. ესე ჯერ საკუთარ ფერმერებს უწყობენ ხელს, რომ გაასაკუთავენ პროდუქტი რეალიზაცია რაც დანაკლისია ის შემოაქვს შემდეგ. და თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ წლების განმავლობაში, რაც თქვენ ამ საქმეში ხართ ჩართული, მოიმატა მომხმარებელთა რიცხვმა, აი მოთხოვნა კი, ცნობადობა გაიზარდა, რა თქმა უნდა. თუ რამოდენიმე 15-20 წლის უკან აპირობით რო თქვა 15-20,000 კაცი, ნაირად 53,000 კაცი უკვე ყავს ესეთი რომელიც ჩაბმულია ამ ჩაბმულია ხო არა ჩვენთან ჩაბმული არის დაახლოებით 1200-მდე ფერმერი რომელიც ამ ორგანულ სოფლის მეურნეობ მაგრამ ცნობადობამ თვითონ მომხმარებლის გაიზარდა რა არის ეს ორგანული და კითხულობენ კიდევ და ზოგი თვითონაც აკითხავენ ჩვენ მისამართებს ვთქვათ რა არის დახურული თუ შეუძლია თავის მეურნეობაში მიაკითხონ და იქ იყიდონ პროდუქტი. ესე იგი გაიზარდა მოთხოვნაც და შესაბამისად მოთხოვნა რო გაიზარდა შესაბამისად ალბათ იზრდება კიდეც ეს თვითონ ფერმერების რიცხვიც. ხო ფერმერების რიცხვიც კი მატულობს კი. ძალიან სასიამოვნოა ამის გაგება ის მაინტერესებდა ძალიან. მინდა რომ დარწმუნდეს მყიდველი რა მნიშვნელობა აქვს და რა სარგებელი მოაქვს იმის გათვალისწინებას აქვს თუ არა ნიშანდება ქართულ პროდუქტს რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხო მეპურების ხავს ახლა მეპურებმა დაიწყეს პურის ხობა ის ქართული ხობის მასულიდან ფქვილიდან ფაქტობრივად და იმათაც მოითხოვდა ელკანას ნიშანი ფაქტობრივად და
ამ ნიშნის შემდეგ უფრო მეტად გაიყიდათ იმ პროდუქტი. ძალიან სასიამოვნოა. წარმატებებს გისურვებთ თქვენც, როგორც დამხმარეს და კონსულტანტს და როგორც ამ საქმის ხელშემწყობს და ჩვენც როგორც მომხმარებელს. დაიხარეთ.